ქალაქის მერი დავით ჯიქია, მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა აბაშიძე და მერის სხვადასხვა სამსახურის უფროსები ადგილობრივ მოსახლეობაში ხვდნენ და ბოლო 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში ჩააბარეს. მოსახლეობასთან შეხვედრისას მხარებმა იმ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება, რაც ამ დროისათვის აქტუალური და პრობლემურია. ქალაქის პირველი პირის განმარტებით 2016 წლის ბოლოს ქალაქის მასშტაბით ყველა შიდა ეზო მოწესრიგებული იქნება. საკმაოდ რთული მომენტი არის ძველ რუსთავში, გზების პრობლემა არსებობს და წელს უკვე ვიწყებთ ძველ რუსთავში შემოვალ და გზების რეაბილიტაციას დავიწყებთ ნაწილობრივ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ამხანაგობის თავმჯდომარეს ჩვენ ქონა ლაპარაკი ცოტა დაგვიჩაგრენ, ამიტომ კომპენსაციას რაღაც ფორმით გავაკეთებთ, იმიტომ რომ კორპუსი აიღებს თავისთავად რაღაც ნაწილს და რეაბილიტაციებს ახურავსაც გააკეთებს. ბავშვთა მოედნების დამონტაჟდება 8 წლის განმავლობაში 5 ერთეული, ამას დამატებული უკვე ვიწყებთ რეაბილიტაციის მუშაობას, ანუ ეს არის სანერვო სისტემის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. შეხვედრის მთავარი მიზანია შედეგები გავაცნოთ ხალხს დღემდე ნამუშევარი, ქალაქის მერმა გააკეთა მოხსენება თუ რა პროექტები მიდის ახლა ქალაქში, მიმდინარე პროექტები, ასევე საომავლო გეგმებს არის იყო საუბარი. მიეცათ საშუალება ყველა დამსწრე საზოგადოებას დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ მათზე ამომწურავი პასუხები. საჭირო ინფორმაციები არის ძალიან და ამ ინფორმაციაზეა დამოკიდებული მერის გადაწყვეტილება საკრებულოდან რა უნდა გაკეთდეს მომავალში.